უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში. უმძიმესი ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში, ყველა კუთხით, ყველა რაკურსით. ბიზინა ივანიშვილი ოლიგარქი რუსი, არა ქართულგვარიანი რუსი, არამედ რუსი. ქართულგვარიანი ეს სიტყვა უნდა მოუხსნათ კი, დაბურთავდით ხოლმე ხანდახან, მაგრამ უნდა მოუხსნათ. რუსი ბიზინა ივანიშვილი. სპობს ავერანებს ყველაფერს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გარდაუვლად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს კი არა, არსებობდეს საერთოდ. არა თუ გაძლიერდეს, არამედ არსებობდეს. რას არ მიადგა, რომელ სფეროს, რომელ მიმართულებას არ მიადგა. და ესე მაკრატელი უჭირავს თუ ნაჯახი უჭირავს და ასე უნდა ვთქვა, ჩეხავს და ჩეხავს ადამიანებსაც, ინსტიტუციებსაც. ხვალზე არ არის გამორიცხული, რომ მან ჯერ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა როგორია, მაგრამ აი როგორიც არის, ისიც კი ამოშანთოს, ამოანგრიოს. ჯანდაცვის სისტემას არ ვიცი, მაგრამ თავდაცვის უწყებას აუცილებლად მიადგება. და თუ ახლა ჩვენ გვყავს ქაღალდზე 30,000 ჯარისკაცი, საიდანაც პირობითად 10,000 არის კარგად ან მეტნაკლებად კარგად მომზადებული, მერე დატოვებს 5,000 ჯარისკაცს, საიდანაც არც ერთი არ იქნება მომზადებული. მხოლოდ რიტუალისტვის 26 მაისს იმას დაფდაფები ქვია, ხო ესე რომ შემოვარტყავენ ხოლმე. თეფშები, დაფდაფი რა არის? ხო, კარგი, დაფდაფები ეს არის და თეფშებს რომ შემოვარტყავენ ხოლმე. იმისთვის თუ დატოვებს საშუალოდ შემოსილ ჯარისკაცებს. აი ესე რომ ურტყან ხოლმე. დასარტყავ ინსტრუმენტებზე. და სუდად ან საშუალოდ შეასრულოს ვინმემ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რომელიც ღმერთმა უწყის იქნება თუ არა. ეს ჰიმნი გვექნება თუ არა. შეიძლება მუსიკა აგვარი იყოს საიუზნიერუშიმიხ რესპუბლიკ სავიეტსკიხ, აი ისეთი დაახლოებით, როგორიც დაახლოებით კი არა, ზუსტად როგორიც აქვს თანამედროვე იმპერია რუსეთს. შეცვალოს, ანუ ეგ მინდა ვთქვა. რაკე ჭაღმაძე და რაფალიაშვილი. მაგრაძეს დააწერიდებს რამე ლექს, ისიც შესაძლოა მისი არ იყოს, როგორც წინა შემთხვევაში. ყველაფერს ამოშანთავს ბიზინა ივანიშვილი მეთოდურად ოკუპაციის მუზეუმს გააუქმებს, ოკუპაციის კანონს გააუქმებს. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ საზოგადოებად მისეული და რუსეთის პროექტით, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი ხო აღარ ექნება, მაგრამ სურვილიც აღარ ექნება, არც არავის არ მოაფიქრდება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს თუნდაც 50 წლის შემდეგ მომხდურ მტერს. თუ 50 წელი ჩვენ ვიოლით ამ უდაბნოში დავბრუნდებით რუსეთში 50 წლის განმავლობაში, 50 წლის თავზე დღეიდან და 50 წლის თავზე რომელი გამოდის 2075 წელს. მომავალმა თაობებმა უნდა თქვან, რომ რა წინააღმდეგობა, რა დამოუკიდებლობა, რა სახელმწიფო, რა თავისუფლება, რა იდენტობა, რა ჩვენი ისტორია, ისტორიაც კი აღარ იარსებებს როგორც ასეთი, აი ანწუხელიძის წინააღმდეგ შემთხვევით კი არ გაილაშქრეს და გაალაშქრებინეს საკუთარივე მონებს, არამედ აბსოლუტურად შეგნებულად ანწუხელიძე აღარ უნდა არსებობდეს, ანწუხელიძე კი არა, აღარ უნდა არსებობდეს შენი ლიტერატურის ასე მაგალითად ან ისტორიის ის თვალსაჩინოებები, რომლებიც მადასტურებლებია, რომ შენ იბრძოდი, შენ წინააღმდეგებოდი, შენს იდენტობას, შენს მეობას ჩორკნიდი, ზერწავდი. ეს დავალება აქვს ბიზინა ივანიშვილს. ბევრი თქვენგან იტყვის, რომ არა დავალება სულაც არა აქვს, ოკეი, არა აქვს დავალება. და შიზოიდია და არის შიზოიდი. დავალება აქვს თუ არა აქვს, შიზოიდია, შიზოიდი არის თუ არ არის, რა მნიშვნელობა აქვს საბოლოო ჯამში? შედეგში ამის მიღწევა უნდა და ყველაფერი ამის მაჩვენებელია განათლების, ეგრეთ წოდებული რეფორმის დაწყება, რომლის შედეგადაც ჩვენ საზოგადოებაში უკვე დაიწყებს ჩამოყალიბებას ერთი ის თაობა, ერთი და ბევრი თუ გაუვა ეს ყველაფერი, ისეთი თაობები ჩამოყალიბდება, რომლებიც არ სწავლობენ ყველაფერთან ერთად. და ვინც სწავლობს ქვეყანაში, ის არის მონა ამ ქვეყანაში ვინც სწავლობს, დამონებული, დაჩმორებული, წინააღმდეგობის სურვილის არ მქონე,
ამ ქვეყანაში ვინც დარჩება, ხოლო ვინც გააღწევს, ვერც ვერავინ გააღწევს, მაგრამ ვინც წავა, ისინი იქნებიან მამების მონა, რუსეთის მონა მამების შვილები, რომლებსაც ბუნებრივია უნდათ ჭამა, ნარკოტიკი და სექსი. და მეტი არაფერი, მათ არ აინტერესებთ, არც დააინტერესებთ არაფერი საერთოდ, რაც ამ ქვეყნის იდენტობასთან არის დაკავშირებული, მიკავშირებული. მაგრამ ეს ყველაფერი მე ისედაც თქვი წინა ვიდეო ბლოგში. ან მსგავსი სიტყვები, მსგავსი აზრები ისედაც განვავითარე. ახლა სხვა რამეზე მინდა ლაპარაკი. ამას თუ ვაცნობიერებთ, თუ ხვდებით ამას მხოლოდ Facebook პოსტები, ჩემიც მათ შორის, იმის თაობაზე, რომ ეს რა ცუდია, ეს რაოდენ ცუდია, ეს რა კატასტროფაა, რაოდენ კატასტროფაა, ეს საკმარისი არ არის. და მე ბუნებრივია მყავს კონკრეტული ადრესატები, ვისაც მივმართავ, მაგრამ აი მორიდებულობისა და გამო ესე სახელდებას დასახელებას მათაც მაინც ვერ ვბედავ. მაგრამ პრინციპში ყველა ვინც ნახავს ამ ვიდეო ბლოგს, ყველა მიხვდება თვით იდენტიფიცირებას მოახდენს. თუ ნახავენ რასაკვირველია, ზოგი მათგანი ნახავს, ხო? ვინც ნახავს მოკლედ. რომ ისინი არიან ადრესატები, რომ მათ მივმართავ. ახლა არ არის მხოლოდ აღშფოთებული ტექსტები, საკუთარ თავსაც გულისხმობ ტექსტების თითებით წკაპუნის კლავიატურაზე დრო და წერის დრო და სხვისთვის გაცნობის, რა ცუდია, რა საშინელებაა, აი ვიღუპებით, აი რას აკეთებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გავიგეთ, რომ აკეთებენ, მაგრამ აკეთებენ. ფაქტია. და გაზდით, იმიტომ რომ ვიდრე ჩვენ წერთ ვიდეოებს და ვიდრე ჩვენს Facebook-ზე, ესოდენ პოპულარულზე, ჩვენ სინამდვილეში წერთ არაჩვეულებრივ ტექსტებს, ეს ყველაფერი გაზდით. მე არ ვამბობ იმას, რომ პროტესტი რუსთაველის გამზირზე არის ერთადერთი და საშუალება და გამარჯვების საწინდარი. არ ვამბობ ხაზგასმით, ვამბობ ამას. ხაზგასმით გეუბნებით. მაგრამ პროტესტი არის რუსთაველის გამზირზე არის ის მინიმუმი კვლავ ვიმეორებ, სანამ მეტი რამ, უკეთესი რამ მოგვიფიქრებია და მივალთ ალბათ იმედი მაქვს უკეთეს შეწინააღმდეგებამდე, უკეთესი ხარისხის და უკეთესი მეთოდით პროტესტებამდე. პროტესტი რუსთაველზე არის ის ერთადერთი საშუალება მოცემულ ეტაპზე, რომელიც ჩვენს იდენტობას როგორც ასეთს, ქართული ხალხის იდენტობას, იმიტომ რომ ისინი ქართველები არ არიან, ერთგვარად ადასტურებს თუ ქართულ ხალხს ამ იდენტობას უნარჩუნებს. ამგვარები ვართ. დღეს არის კარგი ან საუკეთესო დღე იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ არსებულ რუსულ რეჟიმს, არ შეისმენენ კია, მაგრამ მაინც. რატომ არის დღეს მნიშვნელოვანესი? იმიტომ რომ უკვე ზალაში შევიდა, რამდენადაც ხვდები, ამათ მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც იმ პირებს, რომლებიც გადაკეტავენ რუსთაველის გამზირს, მაშინ როცა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არ შეიძლება კანონის მიხედვით, ანუ მცირე რაოდენობაა მოქალაქეებისა გასული და მართლაც მცირე რაოდენობაა გასული, იმ ადამიანებს 15 დღით ჩასვავენ საპატიმროში, ჩააყუდებენ. თუ რომელიმე ერთი მათგანი, დათო ლევანი, თინათინი, ანი თუ მარი, პირობითი სახელებით, გაიმეორებენ 15 დღის შემდეგ ამ ბრჭყალებში დანაშაულს, მერე უკვე 1 წლით ადურთინებენ თავს საპატიმროში. აქედან გამომდინარე, გარდაულად მნიშვნელოვანია, რომ ახენახეთ როგორ ვიტყვი, დღეს მაინც ვიყოთ რუსთაველის გამზირზე სათანადო რაოდენობით და მე ვიქნები რუსთაველის გამზირზე 8 საათზე, ლაივსაც გავაკეთებ იქიდან, სათანადო რაოდენობით, რომ იქნება და 3-4-5 მოქალაქე შეიკრიბოს და დააფიქსიროს, რომ ჩვენ აქ ვართ და ჩვენ უკვე გვაქვს ტროტუარიდან სავალ გზაზე გადასვლის იურიდიული უფლება, ანუ კანონიერად გადავკეტოთ, ამათი უკანონო კანონიც კი არ დავარღვიოთ და გადავიდეთ რუსთაველის გამზირზე. ოღონდ მე აქ გულისხმობ და ვლაპარაკობ არა მხოლოდ სტუდენტებზე, რომლებიც უნდა გამოვიდნენ
და ყველანი უნდა გამოვიდეს, ბევრი უნდა გამოვიდეს. იმიტომ რომ თქვენ ბავშვებო, შვილებო, გესპობათ შესაძლებლობას სწავლისა, განათლების მიღებისა, თქვენ გტოვებენ სამყაროში ან ქვეყანაში, რომელსაც მართავენ უკანონოები ერთის მხრივ, მაგრამ უვიცები მეორე მხრივ. ანუ პირები, რომლებსაც არანაირი განათლება არ მიუღიათ ამ წლების წინ და წლების განმავლობაში, უბრალოდ გარებოებათა და გამო და პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ბიზინა ივანიშვილს მიეტენენ, ისინი მოხვდნენ თანამდებობებზე. დეპუტატები არიან, მინისტრები არიან, სხვები არიან. სხვა თანამდებობებზე არიან, მინისტრების მოადგილეები თუ რაღაც ძალაუფლების კვერთხის ფლობელნი. ბევრი ფული აქვთ და იმიტომ უმრავლეს შემთხვევაში თქვენზე ბევრი მეტი ფული აქვთ, ბევრი ფული აქვთ. თქვენ გტოვებენ ქვეყანაში, სადაც კარიერული წინსვლა, როგორც ასეთი, თქვენს ცოდნაზე, კი არ იქნება თქვენს სწავლაზე, კი არ იქნება თქვენს კვალიფიკაციაზე, კი არ იქნება თქვენს აკადემიურ ხარისხზე, კი არ იქნება დამოკიდებული ჯერ ამათი გაცემული აკადემიური ხარისხი, რა ვთქვი მე, მაგრამ მაინც ამათი სისტემების. არამედ იქნება, ეს სიტყვა უნდა ვიხმარო, ისევ და ისევ მიტენვაზე, კონფორმიზმზე, კომპრომისზეც არა, კონფორმიზმზე დაფუძნებული. თქვენ შეხვალთ ახალგაზრდულ მოძრაობაში ბანდა ქართული ოცნებისა, ვინც ის მერე იქნება დეპუტატი გახდეთ კიდეც. ოღონდ უვიცნი დარჩებით. და უვიცობაა ამათი უვიცობა, იმდენად დიდად უვიცები არიან, რომ უვიცობაა მათი საყრდენი, მათი მთავარი იარაღი მოცემულობებზე დროებითიო ვინმე იტყვის, მაგრამ მაინც. ამიტომ მე მივმართავ სტუდენტებს და უბრუნდები იმ სიტყვას ისევ, რომ გამოდით ახალგაზრდებო გარეთ. თქვენს უმცროს დაძმებს, მაგრამ თქვენს უმცროს დაძმებს, რომლებიც თქვენ შემდგომ არიან ოჯახებში, არ მიეცემათ არც საქართველოში მათ შორის და მით უფრო არც უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, იმიტომ რომ კობახიძეებმა თუ სხვებმა და სხვებმა მეტი და მეტი შეჭამონ და საკუთარი შვილები გაუშვენ ამსტერდამებში თუ ლონდონებში თუ ამსტერდამში, ლონდონში, პარიზში თუ ბერლინში. ესეთი ანგრევენ თქვენს მომავალს. ამიტომ სტუდენტებო, კვლავ ვიმეორებ, გამოდით დღეს, იქნება და შევიკრიბოთ 3, 5, 7,000, რომ ბუნებრივად გადავკეტოთ დღეს მაინც რუსთაველის გამზირი. მაგრამ მარტო მათ არ გულისხმობ ახლა. ჩემი მიმართვის ადრესატები არიან კონკრეტული პირები, რომელთა გვარსახელებსაც მორიდებულობისა და გამო მე ვერ ვამხელ. მაგრამ აი ესე ზოგადად ვიტყვი ასე. გამოდით პროფესორ მასწავლებლებო, სხვა რა გინდა რა უნივერსიტეტებისა. არა იმ პირებს კი არ ვიმართავ, რომლებიც ფრთებქვეშ არიან უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორატისა და სხვაგვარად ვერც ცხოვრობენ გარდა დააჩმორება დამონებისა და თვალებში შეჭყეტვისა ამ რექტორების ათვის. არამედ გულისხმობ თავისუფლების მცველებს, აუდიტორიებში შესულებს, რაც ივანე ჯავახიშვილმა თქვა 21 წელს, ახლა სწავლის დრო არ არისო, ახლა სწავლის გადაცემის დრო არ არის. ახლა არის, ოდის ვიხდი რაღაც მომაწოდეს ამასობაში, ხო? ახლა არის წინააღმდეგობის გაწევის დრო და მომენტი და გამოდით და თუ დაჭერა ბოდიშ ვიხდი ცხადია. მაგრამ თუ დაჭერა, ანუ თუ არ შეიკრიბება 5-7-10,000 მოქალაქე და გადაკეტვა მოხდება რუსთაველის გამზირისა მაინც რამდენიმე აქტივისტის მიერ, ის აქტივისტები თქვენც არ მიატოვოთ. თუმცა მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. თუ ვიქნებით ცოტანი, ჩვენ უნდა დავრჩეთ ტროტუარზე, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ახლა ჩემი სიტყვა, არ უნდა ჩავუვარდეთ ამ ბანდა ხელისუფლებას ხელში, ჩვენი მოქალაქეები, ინდივიდები, ჩვენ გვჭირდება სწორედაც რომ არა დილეგებში, არა საპატიმროებში, არამედ გვჭირდება სწორედაც რომ გარეთ რომ მეტმა და მეტმა ადამიანმა იქნება და როდესმე ამოიღოს მათ მაგალითზე ხმა და მიხბაძოს მათ, როცა იქნება მაშინ. ამიტომ მეტ და მეტ სინდისის პატიმარს, მეტ და მეტ სინდისის ტუსახს, პოლიტპატიმარს, როგორ ვერ აიტანს ქართული სახელმწიფო აიტანს, აბა რას იზამს, მაგრამ ეს კონტრპროდუქტიულია მოცემულ ეტაპზე.
ისედაც ჭირს ამ 55 თუ 60 კაცის, რომლებიც საპატიმროში არიან მოქალაქის მხარდაჭერა არ ჭირს მაინც და მაინც, მაგრამ იქ უამრავი საჭიროებაა და მათ განთავისუფლებაზე ზრუნვა, როგორც ასეთი. ამიტომ პროფესორ მასწავლებლებო, დასაკვირველია ტროტუარზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ილიას უნივერსიტეტისა, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა, კერძო უნივერსიტეტებისა პროფესორებო, გამოდით, იმიტომ რომ განათლების სისტემაც კი ისევე როგორც სხვა სფეროები კვდება ბიზინა ივანიშვილის ხელში, კლავს ბიზინა ივანიშვილი, თქვენც კლავთ. და ამის შედეგად გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენ გაგაგდებენ უნივერსიტეტებიდან და დატოვებენ საბჭოთა, უფრო სწორად ბიზნესტანის საბჭოთა, ბიზნესტანის პროფესორ მასწავლებლებს, რომლებიც ბოდავენ პირდაპირ მნიშვნელობით. ბოდავენ იმაზე, რომ პირობითად ვიტყვი, რასაკვირველია, რომ ნუნისში არის 90-იანი წლებიდან მახსოვს. დადიოდა აქ ჩემი რედაქცია, სადაც იყო დღეს რო სასტუმრო სტამბა, კი არა, რუმსია, ანუ ბელინსკის მხრიდან, ჭოველიზის მხრიდან დადიოდა 2-3 ადამიანი გვარებიც მახსოვს, მაგრამ არ გავიმეორებ მათ გვარებს, არ გეტყვით, არ გაგიმხელთ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ნუნისში არის, აქვე იმას ნოეს კიდობანი. ნუნისში არის ნოეს კიდობანი და ბიზინა ივანიშვილის აქ არის ჩარჩელი, რომ ნუნისში არის ნოეს კიდობანი. რო ხვამლის მთა ინახავს რაღაც ისეთ საიდუმლოებას, რომლის მსგავსიცაც არ ინახავს ეგვიპტის არც ერთი პირამიდა. რომ უფლის ციხე არის რეალურად იერუსალიმი. და ესე რომ უსმინო უვიცმა, აბსოლუტურად უვიცმა, დაიჯერებ, რომ უფლის ციხე არის იერუსალიმი და ქრისტე იყო უფლის ციხეში და არა იერუსალიმში. აი აქ არის ჩარჩელი და ამას ასწავლის, ამ გვარობებსაც ასწავლის საკუთარივე ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში აღჭურვილში კარგად, იქ რაღაცა საინტერესო კი არა, უმნიშვნელოვანესი არც ვიცი რა ჰქვია. კვლევებისთვის საჭირო აპარატურა შეიტანეს, კვლევებისთვის საჭირო ლიფტები შეიტანეს, არასოდეს ვამბობ, მაგრამ ძირითადი მიმართულებები არის ან იქნება აი ეს ბოდვები იმის თაობაზე, რომ საქართველო ღვთისმშეული ერია, ოღონდ ბიზინა ივანიშვილს ღვთის არ სწამს და საქართველოზე არის დაფუძნებული, ბიზინა ივანიშვილზე არის დაფუძნებული საქართველოს გადარჩენა. ბიზინა ივანიშვილის საქართველოზე არის დაფუძნებული საქართველოს გადარჩენა, იმიტომ რომ იმ აბასთუმანში მან წაიღო და მოიპარა, არა, სხვაგვარად ვიტყვი, წაიღო სხვა რეგიონებიდან რაღაც უნიკალური ქვები, რომლებსაც აკვირდება და ენერგიას იღებს. მერე მკვდარ ბაობაბებს ვეღარ ეხუტება, მაგრამ ბაობაბებთან ჩახუტება მნიშვნელოვანი ჰგონია. ენერგიას იღებს. რაღაც თეორიები ხო არსებობს ამის თაობაზე. და იმ დროს, როდესაც ნახტომებით ყოველდღიურად მსოფლიო მიდის წინ ტექნოლოგიური პროგრესი, AI პროგრესი ხდება, AI იწყებს მართვას სამყაროსი, ჩვენ ვრჩებით, ჩარჩენილნი ვართ ქვის ხანაში. და აი ამას ქმნის და ამყარებს ბიზინა ივანიშვილი. ამიტომ პროფესორ მასწავლებლებო, მათ შორის თქვენ მოგმართავთ, გარდა იმისა, რომ მიმართავ სტუდენტებს, დღეს, როდესაც ძალაში შევიდა ეს კანონი, სწორედ დღეს და თუნდაც მხოლოდ დღეს გამოდით. მე აქ იგითხარით, რა არ გავამივიდეს, რომ მე მოგიწოდებთ და მე არ ვიყო ის რუსთაველის გამზირზე, მე ვიქნები 8 საათზე, საღამოს 8 საათზე რუსთაველის გამზირზე. ტროტუარზე გამოვიდეთ, ხაზგასმით ვამბობ. ისტორიას მაინც დარჩება ის ამბავი, თუ ხელს მოჰკიდებენ სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს, ჟურნალისტებს და აქტივისტებს ბანდა ხელისუფლების წარმომადგენლები. იმიტომ რომ თუ ესეც გაუვიდა,
ბიზინა ივანიშვილს. უთუოდ აი ამ სტრესში ხო გვამყოფებს. უთუოდ პირობითად ერთ კვირაში 10 დღეში, ერთ თვეში ის იტყვის, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გობახიძე გამოვა. სიითი შემადგენლობა რიცხოვნობა მცირდება 5000-მდე. და დასარტყამ ინსტრუმენტებზე ვინც გამოდის 26 მაისს და ყაველაშვილს ენახვება თავისუფლების მოედანზე და ენახვება თავისუფლების მოედანზე ისინი ეს შენაერთები თუ ეს ოცეულები თუ ასეულები არის შეერაღებული ძალები. იმღერებს მერე საპატრიარქოს გაქვია იმას. გვარი დამავიწყდა. მართლა დამავიწყდა. იმღერებს თუ იდირიჟორებს მაგალითად საპატრიარქოს გუნდი. სიმონ ჯანგულაშვილი. გუნდი, სწორედ ვამბობ? ხო, კაპელა. და ამ ფსევდოპატრიოტიზმს დაეფუძნება ჩვენი აღარ არსებული სახელმწიფო და 50 წლის შემდეგ ჩემი შვილი რო იტყვის, შვილი რომ იტყვის, რომ მე თუ სოციალი ვიქნები, ან მამამის ეთყვის, ან დედამის ეთყვის, ან არ ვიცი, შთამომავლების სქესს ვერ განსაზღვრავ ახლა მე. რომ ჩვენ დამოუკიდებლობის მიღწევა მინდა ამ ქვეყნისათვისო, თანამოაზრი არ ეყოლება. აღარ იქნებიან ადამიანები. არა, ყველაფერი კარ მე ვალდებული ვარ, რომ საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბევრი მიზეზის გამო და ასეც არის ყოველგვარი ირონიზების გარეშე, ყველაფერი იქნება კარგად. რასაკვირველია, ჩვენი ქვეყანა გადარჩება. ჩვენი ქვეყანა რო გადარჩება, როგორი იქნება ეს ქვეყანა? აი, სულ არ მინდა რომ გაგრძელება, მაგრამ მაინც ერთ-ერთ ჟურნალისტად წოდებულ გულაშვილს, რეალურად რუსს, ხავდა მეორე რუსი, ხაინდრავა, მიწვეული სტუდიაში და ამგვარ რამეს ამბობს, ეს ტაში დაუკრა. აუ, რა მაგარი რამე გააკეთაო საქართველოს ხელისუფლებამ, ტაშს უკრავო. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რომ გამოუწერა 5000 ლარიანი ჯარიმა, აიო, ჩვენი დამოუკიდებლობა ეს არისო, დამოუკიდებლობის მადასტურებელი ეს არისო. იქ ვალერი კვარაცხელია გამოხდება, იქ შალვარამიშვილი გამოხდება, იქ ლაშანასვლიშვილი გამოხდება, იქ რა ქვია იმას, ლევან ვასაძე გამოხდება, იქ სოსო მანჯავიძე თუ მანჯავიძე გამოხდება, ის მანჯგალაძეც არის ხო, სუმავის ხდება იმის რაღაც რუს მოსკოვში დადის. იქ მაროშკინა გამოხდება, იქ ხათუნა ხოფერია გამოხდება, იქ ვასილ მაღლაფერიძე გამოხდება, იქ ვიღაც ლანჯაფარიძე, თელი ნახევარზე 97% პოზიტივისი იმედისა, საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რუსთავიორისა გამოხდებიან და ასე წარმოაჩენენ, რომ ეს არის ეს ქვეყანა. მათ იქ მეცნიერებათა აკადემიის ხცოვანი პროფესორები, ეგრეთ წოდებული გამოხდებიან და ილაპარაკებენ, რომ ისიც რა არის, ნუნისში არის ნოეს ჩონჩხი. პროპაგანდა ჩაირთვება და დაგაჯერებენ, რომ ნოეს ჩონჩხიც არა, სწორი სიტყვა, შეიძლება კან შერჩენილი ჩონჩხი. მეცნიერებასთან, სწავლასთან, სწავლებასთან, ცოდნასთან ეს კავშირში არ არის. ბიზინა ივანიშვილის ბოდბებთან არის ეს კავშირში, რომ ხეს უნდა ჩაეხუტოს მკვდარს ამასთან, ბაობაბისა, ან თუ მოუკვდა დამარხოს და იტიროს და ესე გადავრჩებით. და ვერ გადავრჩებით. ოღონდ მართლა ვერ გადავრჩებით. ძალიან ბევრი მოქალაქე, რატო ვაგრძელებ არ ვიცი, მაგრამ დედასტირებიაო ამ ქვეყანასო იტყვის და წავა ეს ბევრი მოქალაქე. და ეს
იმ მოქალაქეებისთვისაც არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ თავს რო დადებენ ბალიშზე ესპანეთსა თუ პორტუგალიასა თუ შეერთებულ შტატებში თუ პოლონეთში თუ საფრანგეთში თუ გერმანიაში თუ არ ვიცი სადაც უნდათ იქ წასულან, თავს რო დადებენ 10 წუთში გაეღვიძებათ და ჩახედავენ რამე დამაიმედებელი ხო არ არის ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებით რომელიმე საინფორმაციო სააგენტოს რომელიც აღარც იარსებებს. მათი დიდი ნაწილი Facebook-ში ჩახედავენ თუ იარსებებს ის წარვიც. და აღარ ვლაპარაკობ რომ ეს ცუდია სხვა თვალსაზრისითაც ვინც გააღწევს რომ აქ არ რჩება არავინ გარდა მონებისა რომლებიც ყავს ისედაც და უხვად ბიძინა ივანიშვილს ანუ რუსეთს იმით რომ გამოუჭედეს ტვინი რუსული პროპაგანდით და გამოურეცხეს ტვინი იმით რომ რუსეთი კარგია და ჩვენ კიდევ დამატებით იმით რომ ჩვენ უნიკალური გამორჩეული ღვთიმკურთხეული ისერი ვართ და მთელი მსოფლიო ჩვენს გარშემო უნდა ტრიალებდეს ევროპა ამერიკის ჩათვლით იმიტომ რომ მათ ხომ არაფერი არ შეუქმნიათ რა არ შეუქმნიათ ჩვენში დარჩეს გავიგე რომ ჩვენ შევქმნით ჰაგიოგრაფიული მწერლობა კარგი სხვათა შორის ოღონდ იმ კარგიდან იმ კარგი ჰაგიოგრაფიული მწერლობიდან ერთი მაინც ჩვენში დარჩეს გამორჩეული და არადანარჩენი 3, 4, 5 გავიგე რომ ჩვენ შევქმნით ვეფხისტყაოსანი საუკეთესოთა შორის საუკეთესო მაგრამ სხვა ქვეყნებმა არ შექმნეს ოდნავ შემდგომ პერიოდში დეკამერონი არ დაიწერა ღვთაებრივი კომედია არ დაიწერა შექსპირი არ იყო გოეთე არ იყო ფილოსოფიურ სკოლაში ჰობსი არ იყო ლოკი არ იყო კანტი არ იყო ჰეგელი არ იყო მესმის რომ სხვა პერიოდია მაგრამ შენ იმ მე-12 საუკუნით რომ ამაყობდა კი აი ოკეი კიდე რაღაცებით ვიდრე მე-20 საუკუნემდე და თუნდაც 21-მდე იქ არ ქმნიდა კაცობრიობის ისტორიაში სხვა ერი მათ შორის შეერთებული შტატების ერი უმნიშვნელოვანეს სოფლიო კულტურისთვის, სოფლიო ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტებს არ უყრიდა საფუძველს, საძირკველს, ძეგლებს არ ქმნიდა. ოღონდ ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას და ბჭყალებში დაამტკიცოს, რომ ეს ქვეყანა არის ცენტრის ცენტრი და თვითონ ამ ცენტრის ცენტრია. მის გარშემო ტრიალებს. ყველაფერი. რამდენადაც ბევრი ფული აქვს. ამიტომ რო არ გადავუხვიო ახლა, გამოდით ხალხო. გამოდით, ნუ შეატოვებთ, ნუ შევატოვებთ 200, 250, 325 მოქალაქეს ბანდიტების შნირებს, რომლებიც არიან პროტესტ ჭამიები, კაცი ჭამიები. ნახვამდის.